ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელმაც ომი ამ ეტაპისთვის უნდა შეაჩეროს. თუმცა იქნება ეს ხელშეკრულება ამ კონფლიქტის სისტემური გადაჭრის მექანიზმი და შეძლებს თუ არა ეს შეთანხმება იყოს გრძელვადიანი და სიცოცხლესუნარიანი, ეს ცალკე საკითხია. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ. ურთიერთგაგების მემორანდუმი დაახლოებით 2 თვენახევრიანი მოლაპარაკებების შემდგომ შედგა, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ 8 აპრილს ვერბალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ხოლო მემორანდუმს ხელმოეწერა 17 ივნისის გვიან ღამით ელექტრონულად, რომელზედაც ოფიციალური ხელმოწერა უნდა მომხდარიყო პარასკევს შვეიცარიაში. შეერთებულ შტატების მხრიდან უნდა ყოფილიყო ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი, ხოლო ირანის მხრიდან პარლამენტის სპიკერი მუჰამედ ყალიბაფი. აღნიშნული 14 პუნქტიანი მემორანდუმი სხვადასხვაგვარად ფასდება, მაგალითად მის მიმართ საკმაოდ მძაფრი კრიტიკაა შეერთებულ შტატებში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს დოკუმენტი ფასდება როგორც შეერთებულ შტატების სტრატეგიულ უკან დახევად და მარცხად ახლო აღმოსავლეთში, ხოლო საპირისპიროდ ირანის ინტერესების დაცვად და მისი მიზნების, რეგიონული მიზნების მიღწევად, ხოლო თავად ირანში ამ მემორანდუმს მეტნაკლებად ეჭვის თვალით უყურებენ. რამდენად შესრულდება ის და განხორციელდება რეალობაში, გამომდინარე იმ პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან, რაც არსებობს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობაში, ამ შემთხვევაში გულისხმობ მაგალითად 2015 წლის ბირთვული შეთანხმებას, რომელიც მაშინ არა მხოლოდ მემორანდუმი, არამედ ის საერთაშორისო შეთანხმება იყო, რომელიც გარანტირებული იყო სხვა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების მხრიდან და გაეროს რეზოლუციის მხრიდან, თუმცა ეს შეთანხმებაც მაშინ 3 წელიწადში დაახლოებით შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა. თუ რატომ აქვს ეს მსგავსი ტიპის გამოხმაურება ამ მემორანდუმს, შეგვიძლია ჩვენ ცალ-ცალკე განვიხილოთ პუნქტობრივად და შევეცდები ახსნა თუ რას გულისხმობს თითეული ეს პუნქტი და რომელი მხარის ინტერესებში უფრო შეიძლება შედიოდეს ეს ჩანაწერები. მაგალითად, პირველი პუნქტი არის საკმაოდ საინტერესო, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა და შეერთებული შტატები იღებენ საკუთარ პასუხისგებლობას, რომ ახლო აღმოსავლეთში შეწყდეს ცეცხლი დაუყოვნებლივ და რაც თავარია პერმანენტულად. ანუ ეს სიტყვა არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი მხარეები იღებენ პასუხისგებლობას, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი უნდა შეწყდეს პერმანენტულად, ეს სიტყვა ამ დოკუმენტს, ამ მემორანდუმს აქცევს სანახევროდ სამშვიდობო შეთანხმებადაც. მეორე მნიშვნელოვანი დეტალი ამ პირველ პუნქტში არის ის, რომ სკოლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა და ომის პერმანენტული დასრულება უნდა შეეხოს ლიბანსაც, ხოლო აი მეორე პუნქტში არის ნახსენები ის, რომ ორივე მხარემ უნდა აღიაროს ერთმანეთის და ასევე ლიბანის როგორც სუვერენულობის პრიმატი, ასევე მათი ტერიტორიული მთლიანობა. ეს ჩანაწერი მიანიშნებს იმაზე, რომ შეერთებული შტატები ამ მემორანდუმით იღებს პასუხისგებლობას და ვალდებულებას, რომ ისრაელს მოსთხოვოს სამხრეთ ლიბანის ტერიტორიების დეოკუპაცია, რომლის ოკუპაციაც მან ბოლო თვეების განმავლობაში მოახდინა. სწორედ ეს პირველი პუნქტი არის ყველაზე კრიტიკული ამ მემორანდუმში, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ამ ჩანაწერმა აქციოს ეს მემორანდუმი მოკლევადიანად, არასიცოცხლისუნარიანად, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენად შეასრულებს შეერთებული შტატები მასზე აღებულ ამ ვალდებულებას ისრაელის მიმართ, არის საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და საომავლოდ თუ კი ისრაელმა ეს მოთხოვნა, ულტიმატუმი შეიძლება ასე ვთქვათ, შეერთებული შტატების არ შეასრულა, ირანს გარკვეულწილად მოუწევს პასუხისგაცემა ისრაელისთვის იმ ქმედებებისთვის, რასაც ის ახორციელებს როგორც სამხრეთ ლიბანში, ასევე ბეირუთის სამხრეთ უბნებში და ეს გამოიწვევს უკვე ამ ხელშეკრულების, ამ შეთანხმების ნაწილობრივ უკვე დარღვევას საომავლოდ. მესამე პუნქტში აღნიშნულია ის, რომ მხარეები მომდევნო 60 დღის განმავლობაში მიაღწევენ საბოლოო შეთანხმებას. ეს ჩანაწერით საკმაოდ მყიფეა, გამომდინარე იქიდან, რომ ორი თვე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს ორ მხარეს შორის და რომელსაც შეიძლება აი 60 დღის განმავლობაში დაემუქროს ისრაელის ქმედებები, იგივე ლიბანში და შეიძლება პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდეს ტრამპის ადმინისტრაციაზე ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან სხვადასხვა საშუალებებით. მეოთხე ჩანაწერი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რომლის მიხედვითაც
ორივე მხარე ვალდებულებას იღებს, რომ შემდგომი 1 თვის განმავლობაში, 30 დღის განმავლობაში მოხსნან ის საზღვაო ბლოკადა ჰორმუზის სრუტეზე, რომელიც მათ ჰქონდათ დაწესებული, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ირანმა და ასევე ირანი იღებს ვალდებულებას, რომ შემდგომი 60 დღის განმავლობაში ყოველგვარი მოსაკრებლის გარეშე გაატაროს ნებისმიერი სავაჭრო სატრანზიტო გემი ამ სრუტეში, თუმცა რა იქნება 60 დღის შემდგომ ეს გაწერილი არ არის. რა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ავტომატურად ვივარაუდოთ, რომ გარკვეულწილად ირანს მიეცა უფლება, რომ ამ 60 დღის შემდგომ დააწესოს ერთგვარი როგორც ირანული მხარე აწოდებს, ეკოლოგიური მოსაკრებელი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ტრანზიტისთვის. მეხუთე პუნქტი გარკვეულწილად არის მეოთხეს გაგრძელება, სადაც აღნიშნულია ირანის ვალდებულებები შემდგომი 30 დღის განმავლობაში, რომ მან უნდა მოახდინოს ამ სრუტის განაღმა, რომელიც გარკვეულწილად დანაღმული იყო ამ დროის განმავლობაში და უზრუნველყოს უსაფრთხო ტრანზიტი და შემდგომი, ასე ვთქვათ, იმ მოცულობების, ნავთობის იმ მოცულობებით გატარება, რა მოცულობებითაც ის ატარებდა ომამდე, ანუ აღდგეს ომამდელი სტატუს-კვო ნავთობის ტრანზიტის კუთხით. მეექვსე პუნქტი არის საკმაოდ საინტერესო, რომელზედაც არის საკმაოდ დიდი კითხვის ნიშანი, თუ რამდენი შეიძლება ის პრაქტიკაში გახორციელდეს. ამ პუნქტის მიხედვით შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ შემდგომი 60 დღის განმავლობაში შექმნის ერთგვარ საინვესტიციო ფონდს, მექანიზმს საკუთარ მოკავშირეებთან ერთად, კონკრეტულად სპარსეთის ყურის მონარქიებსა და აზიურ მოკავშირეებთან ერთად, იქნება ეს სამხრეთ კორეა თუ იაპონია და ამ ფონდში უნდა მოხდეს შემდგომში 300 მილიარდი დოლარის თანხის აკუმულირება, რომელიც მოხმარდება ირანში ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობას. თვითონ შემდგომ გაირკვა, რომ შეერთებული შტატები პასუხისმგებლობას არ იღებს, რომ ის უშუალოდ გაიღებს გარკვეულწილად აი ფინანსურ სახსრებს ამ ფონდისთვის. ძირითადად ამ ფონდის თანხობრივი აკუმულატორები შეიძლება იყვნენ სპარსეთის ყურის მონარქიები, თუმცა თვითონ თანხა 300 მილიარდი არის საკმაოდ დიდი მოცულობის, რომელიც რეალურად აღემატება ირანის მთლიან შიდა პროდუქტს. ასევე, ანუ დიდი კითხვის ნიშნებია იმ თვალსაზრისით, რომ არ არის აქ გაწერილი თუ რა დროში უნდა მოხდეს ამ თანხის აკუმულირება და რამდენად შეძლებენ სპარსეთის ყურის მონარქიები ამ თანხის აკუმულირებას, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჯერ ერთი რომ საკუთარი დეფიციტი დანაკლისები უნდა ამოავსონ, საბიუჯეტო დანაკლისები, აქვს საკუთარი პასუხისმგებლობები, ვალდებულებები თავად შეერთებულ შტატებთან, სხვადასხვა შეერაღების კონტრაქტებს გულისხმობდა საინვესტიციო ვალდებულებები ამერიკულ იგივე საფონდო ბირჟებზე და ასე შემდეგ. ამიტომ ეს საკმაოდ ესეთი საინტერესო პუნქტია, თუ როგორ შეიძლება წავიდეს პროცესი. მეშვიდე პუნქტის თანახმად შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს, რომ ირანს მოეხსნას საერთაშორისო სანქციები, მათ შორის გაეროს მიერ დაწესებული სანქციები, საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს მიერ დაწესებული სანქციები და ასევე საპრეზიდენტო სანქციები, რომელიც კონკრეტულად შეერთებულ შტატებს აქვს ირანისთვის დაწესებული. მეორე პუნქტის თანახმად ირანი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ის არ შექმნის ბირთვული იარაღს და შემდგომი 60 დღის განმავლობაში, ანუ 60 დღის შემდგომ, როდესაც უნდა მოეწეროს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას ხელი, იქ უკვე გაწერილი იქნება ირანის ბირთვულობის მომავალი. მეცხრე პუნქტი არის მერვეს გაგრძელება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ირანი შეინარჩუნებს საკუთარ ბირთვულ სტატუს-კვოს და ის აღარ გაამდიდრებს ურანს. ხოლო მე-10 პუნქტში შეერთებული შტატები საპასუხოდ ვალდებულებას იღებს, რომ ის მოუხსნის სანქციებს ირანის ნავთობის ექსპორტს და სხვა ნავთობპროდუქტების ექსპორტს და საბანკო ანგარიშებს მოხსნის ყადაღას. მე-11 პუნქტიც არის მე-10-ის გაგრძელება, იმ თვალსაზრისით, რომ გარდა იმ ვალდებულებისა, რაც მე-10 პუნქტში შეერთებული შტატები იღებს ირანული ნავთობის ექსპორტზე სანქციების მოხსნისა, ის ასევე ვალდებულებას იღებს, რომ ირანული გაყინული ფულადი რეზერვები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების ბანკებში დაგროვდა ათწლეულების განმავლობაში, ამ ფულად სახსრებზე მოიხსნება ეს ვთქვათ ყადაღა შეერთებული შტატების მხრიდან და ირანს შეიძლება ეს თანხები დაიბრუნოს დაახლოებით 100-დან 120 მილიარდ დოლარამდე არის საუბარი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ბანკებშია გაყინული და ყველაზე მეტი ამ თვალსაზრისით არის ჩინურ ბანკებში დაახლოებით 20 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა არის. ეს მე-10 და მე-11 პუნქტი ამ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რომ პრაქტიკაში განხორციელდეს, იმიტომ რომ
ეს არის სასახად შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადასაწყვეტი. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ამ მემორანდუმში არის მისი ბოლო პუნქტი, მე-14 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ის საბოლოო შეთანხმება, რომელიც ორ მხარეს შორის შედგება 2 თვის შემდგომ და გაფორმდება ეგრეთ წოდებული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც აი ამ დროებით ურთიერთგაგების მემორანდუმს გადააქცევს პერმანენტულ სამშვიდობო შეთანხმებად, ეს შეთანხმება უნდა გამტკიცდეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, რომელიც აი ამ მემორანდუმს რეალურად გადააქცევს სამართლებრივ დოკუმენტად და ამ მონაწილე მხარეებს სამართლებრივად დაავალდებულებს იმ ასე ვთქვათ პასუხისმგებლობების შესრულებას, რომლებიც არის გაწერილი აი ამ მემორანდუმში. თვითონ ეს მემორანდუმი არ არის სავალდებულო დოკუმენტი, მანამდე არც სამართლებრივი დოკუმენტი და იქ გაწერილი პასუხისმგებლობების თავიდან არიდება აი ამ საბოლოო შეთანხმებამდე და რეზოლუციის და მემორანდუმის სამართლებრივ დოკუმენტად გარდაქმნამდე ორივე მხარეს რეალურად შეუძლია. მოდი განვიხილოთ ეს დოკუმენტი პოლიტიკურად, თუ რატომ დათანხმდა ორივე მხარე ამ მემორანდუმზე შეთანხმებული იყვნენ, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, თუ ჩვენ აი გადავავლებთ აი ამ 14 პუნქტს, აბსოლუტური უმრავლესობა ეს არის შეერთებული შტატების დათმობა და სარგებელი სხვადასხვა ტიპის ირანისათვის. ის რომ მსგავსი ტიპის დათმობაზე წავიდა შეერთებული შტატები, გვაფიქრებინებს იმას, რომ იმ საბრძოლო ბატალიების განმავლობაში, რომელიც პირველი 40 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ პერიოდში შეერთებულმა შტატებმა გაცილებით მეტი ზარალი ნახა, ზიანი მიიღო, ვიდრე ირანმა და მან მიიღო გარკვეულწილად ტაქტიკური მარცხი. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ არანაირი წინაპირობა არ არსებობდა იმისა, რომ თუნდაც 8 აპრილს მომხდარიყო ვერბალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შემდგომში აი ეს ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელის მოწერა. ანუ ეს მემორანდუმი უმეტესწილად ასახავს იმას, თუ რა მოხდა ფრონტზე აი საბრძოლო დაპირისპირების აი ბატალიებისას პირველი 40 დღის განმავლობაში. იმიტომ რომ თუ კი შეერთებული შტატები სამხედრო უპირატესობას ფლობს, ამას ისტორია აჩვენებს, ის მსგავსი ტიპის დათმობებზე არ მიდის. ასევე საკმაოდ დიდი საუბარია იმის შესახებ, რომ ეს არის რაღაც პოლიტიკური ხაფანგი შეერთებული შტატების მხრიდან ირანისთვის დაგებული, რომ ეს არის დროის მოგება, დროებითი პაუზა და მომავალში იგივე აი 2 თვის შემდგომ შეერთებული შტატები განაახლებს ამ კონფლიქტს სრულფასოვნად, თუმცა აქაც უნდა გადავავლოთ გასულ თვეების პროცესს თვალი. ცეცხლის შეწყვეტის ვერბალური შეთანხმება დაიდო 8 აპრილს, იმის შემდგომ როგორც ახსენე გავიდა თითქმის 2 თვე-ნახევარი. ეს პერიოდი საკმარისი იყო შეერთებული შტატებისთვის, რომ მოეხდინა სამხედრო მობილიზება, რესურსული მობილიზება, სადაზვერვო მობილიზება, ან ის ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მიცემდა განიახლებინა კონფლიქტის სრულფასოვნად, როგორც ის მიმდინარეობდა პირველი 40 წლის განმავლობაში, თუმცა რადგან ეს არ მოხდა ასე, ეს მიანიშნებს იმას, რომ შემდგომი 2 თვის შემდგომაც ეს შეიძლება არ მოხდეს, იმიტომ რომ 2 თვე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აი ეს ომის დასაწყები ინფრასტრუქტურა მობილიზება მოხდეს სრულფასოვნად და შემდგომშიც არ არის ასე ვთქვათ გარანტია იმისა, რომ ის მიზანი მიიღწევა, რა მიზანის დასახული აქვს შეერთებული შტატებს ირანთან დაპირისპირებაში. ანუ ეს 60 დღის შემდგომაც იქნება საკმაოდ დიდი რისკია. გადამწყვეტი თვე სავარაუდოდ იქნება სექტემბერი, სადაც შეიძლება დავინახოთ ეს ასე მოხდება თუ არა. გამომდინარე იქიდან, რომ ოქტომბერში არის არჩევნები ისრაელში, ისრაელს ჭირდება ამ შემთხვევაში ბენიამინ ნეთანიაჰუს ჭირდება ომის წარმოება, გამომდინარე იქიდან, რომ ის ომზე და სამხედრო ძალაზე ახდენს საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების კაპიტალიზაციას და ასევე არჩევნები ახლოვდება შეერთებულ შტატებში, შუალედური არჩევნები და ტრამპს შეიძლება სურდეს რაღაც გამარჯვებულის ფორმატში შევიდეს ამ არჩევნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი ექსპერტი მას დამარცხებას, რესპუბლიკურ პარტიას უწინასწარმეტყველებს დამარცხებას. არის თუ არა ეს პოლიტიკური ხაფანგი, ესეც გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ ერთი მომენტით, თუ როგორ გაგრძელდება დაპირისპირება
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის. თუ მაგალითად შეერთებულმა შტატებმა ისრაელი დაითანხმა და მოხდა როგორც აი ბეირუთზე თავდასხმების შეწყვეტა ისრაელის მხრიდან და სამხრეთ ლიბანის დეოკუპაცია, ამით ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალში ეს კონფლიქტი შეიძლება განახდეს გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნება ბენიამინ ნეთანიაჰუს დათანხმება დროებით შეწყვეტოს ცეცხლი. მაგრამ თუ ისრაელი არ შეწყვეტს ბეირუთის სამხრეთის დაბომბვას და არ მოახდენს სამხრეთ ლიბანის დეოკუპაციას, მაშინ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს კონფლიქტი იმ ფორმით, ანუ შეერთებული შტატები ირანის დაპირისპირების ფორმით არ განახდება. თუ განახდება, ეს ომი შეიძლება განახდეს იმ ფორმატში, როგორიც იყო გასულ წელს 12-დღიანი ომი ისრაელსა და ირანს შორის, ხოლო შეერთებული შტატები მოგვევლინოს როგორც მეორეული ძალა, ანუ დამხმარე ძალა ისრაელისთვის და მან პასუხისმგებლობა აირიდოს ამ ომიდან, რითაც უზრუნველყოფს სპარსეთის ყურის მონარქიების უსაფრთხოებას, რომ მათზე არ მოხდეს თავდასხმა და ასევე იმას, რომ ჰორმუზის სრუტე აღარ ჩაიკეტოს. რეალურად შეიძლება ვთქვათ, რომ შეერთებული შტატების პირდაპირ ჩართულობა ამ კონფლიქტში იყო სტრატეგიული შეცდომა, გამომდინარე იქიდან, რომ მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა ირანთან დაპირისპირებაში, რითაც მან საფრთხის ქვეშ დააყენა მისი ეს სპარსეთის ყურის მონარქიები და გლობალური ენერგო ვაჭრობა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ალბათობით. ამიტომ ეს სტრატეგიული შეცდომა შეიძლება ბჭყალებში თქვათ გამოსწორდეს ისე და აი ეს ფორმატი დაუბრუნდეს გასული წლის 12-დღიანი ომის ფორმატს. თუმცა აქ საინტერესოა ის, თუ რა განაცხადა რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა, როდესაც მან თქვა, რომ მან შესთავაზა ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ ისრაელის საქმე სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ გააკეთოს სირიის ამჟამინდელმა ლიდერმა მუჰამედ ალ-ჯოლანიმ საკუთარი ბანფორმირებებით. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ თუ კი ისრაელი გააგრძელებს მის კონფლიქტს ლიბანში, ის აუცილებლად სამომავლოდ გახდება ირანის სამიზნე და დაბომბვების სამიზნე. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, ეს ასე ვთქვათ, მისი ფუნქციის დელეგირება მოხდეს სირიაზე, კონკრეტულად როგორც ვახსენე, მუჰამედ ალ-ჯულანიზე. ამის გამო დონალდ ტრამპმა გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, რომ დაიბარა კიდევაც ალ-ჯულანი თეთრ სახლში და მას შეიძლება ვთქვათ, რომ მოსთხოვა კიდევაც, რომ ის ჩაერთოს კონფლიქტში ჰეზბოლას წინააღმდეგ, თუმცა ის უნდა აღნიშნოთ, რომ დღევანდელი სირიის აი ამ სამხედრო ჯგუფებს დღევანდელი რესურსით არ შეუძლიათ ჰეზბოლასთან წინააღმდეგობა და თვითონ როგორც ახლა ინფორმაციები გამოდიოდა, ალ-ჯულანიც წინააღმდეგი იყო ჰეზბოლას წინააღმდეგ ფრონტის გახსნის. ესეც განპირობებულია იმით, რომ ალ-ჯულანი არის გარკვეულწილად თურქეთის მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც თურქულ ინტერესებს ატარებს და თურქეთის ინტერესში არ შედის აი ამ შემაკავებლის გარკვეულწილად პოლიტიკური ბუფერის გაქრობა ისრაელთან, რომელსაც ეწოდება ჰეზბოლა. თუ ჰეზბოლა აღარ იქნება ლიბანში, შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც მომავალში ისრაელი ტოტალურ კონტროლს დაამყარებს როგორც ლიბანზე, ასევე სირიაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ თურქული ინტერესები და გავლენები მის სამხრეთში, აი ამ ლიბანი არ არის მეზობელი, მაგრამ ახლოს ყოფი ქვეყანა, ამ სირიასა და ლიბანში თურქეთი სრულად აკარგავს კონტროლს. ამიტომ თურქეთის ინტერესში არ შედის ჰეზბოლას მარცხი და შესაბამისად ის არ მისცემს უფლებას, რომ მის დაქვემდებარებულ პოლიტიკურ სუბიექტს ალ-ჯულანის აწარმოოს ამათ ფორმით დაპირისპირება ჰეზბოლასთან. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჰიპოთეტურად თუ დაუშვებთ იმას, რომ ალ-ჯულანის ძალები წინააღმდეგობაში შევლენ ჰეზბოლასთან, ეს ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ მის უკვე აღმოსავლეთ მეზობლად ერაყში ჯულანის წინააღმდეგ დაიწყებენ მოქმედებას ეგრეთ წოდებული ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალები, ის შიიტური დაჯგუფებები, რომლებიც წარმოადგენენ შიიტურ წინააღმდეგობის რკალს. ამიტომ ეს ჯულანისთვის ორმაგი რისკი არის, შეიძლება ის მან წარმატება ვერ მიაღწიოს ვერც მის დასავლეთში ჰეზბოლას წინააღმდეგ და პირიქით მან მიიღოს ეგრეთ ზურგში დარტყმა ერაყისაგან. ამიტომ ეს საკმაოდ დიდი რისკია. როგორც ვახსენე, საკმაოდ დიდი კრიტიკა მოყვა ამერიკულ მედიაში ამ შეთანხმებას, მაგალითად New York Times-ის სარედაქციო ჯგუფმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით დონალდ ტრამპმა წააგო ეს ომი, სადაც ნათქვამია ის, რომ ამ კონფლიქტიდან შეერთებული შტატები გამოვიდა უფრო სუსტი, როგორც სამხედრო კუთხით, ასევე დიპლომატიური, ასევე ეკონომიკური კუთხით. ეს სტატია
ახსენებს კითხვას, რომ კონფლიქტი დაიწყო დონალდ ტრამპის ისეთი გამონათქვამებით, როგორიც არის ტოტალური და სრული გამარჯვება ირანზე, რომ ის ირანს თხოვდა უპირობო დანებებას და ნულოვან ურანის გამდიდრებას და ასევე ის, რომ შეერთებული შტატები ირანიდან წაიღებდა აი ამ ღრმად დაფლულ გამდიდრებულ ირანს, რომ ირანს შემდგომ აღარ შეძლებოდა ეს ურანის გამდიდრება და შემდგომ ბირთვული იარაღის გაკეთება. ასევე საკმაოდ კრიტიკული სტატია დაიწერა გამოცემა ატლანტიკში, სათაურით ტრამპის მარცხი, სადაც ქვესათაურია ის, რომ პრეზიდენტი ომში შევიდა ტრიუმფალურად და გამოვიდა მეტად დასუსტებული. ეს სტატიაც გარკვეულწილად იმეორებს New York Times-ის სტატიის სულისკვეთებას და ამბობს, რომ ამ კონფლიქტიდან შეერთებული შტატები გამოვიდა სტრატეგიულად, სამხედრო თვალსაზრისით და ეკონომიკურად გაუფერულებული, რომ ამ ომში შეერთებულ შტატებმა და ისრაელმა მათ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეს, ხოლო საპირისპიროდ ირანში გაძლიერდნენ ეგრეთ წოდებული ჰარდლაინერები, რომელსაც ჩვენ ვეძახით პრინციპალისტები და იმ პერსპექტივით, რომ ისინი ადრე თუ გვიან შექმნიან ბირთვულ იარაღს. ასევე საკმაოდ კრიტიკული სტატია დაიწერა Wall Street Journal-ში, სადაც რომლის სათაურია ტრამპი ირანული უკან დახევა, მოდი უხეშად რომ თარგმნო. ასევე საკმაოდ საინტერესო მიმართვა გამოაქვეყნა ირანის ახალმა სულიერმა ლიდერმა მოჯტაბა ხამენეიმ, სადაც ის აღნიშნავს იმას, რომ ის წინააღმდეგი იყო მოლაპარაკებების შეერთებულ შტატებთან და ნებისმიერი შეთანხმების დადების, თუმცა პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა დაარწმუნა ის ამ მოლაპარაკებების ვალიდურობაში, რომ შეერთებული შტატები ნაკის ვალდებულებებს შეასრულებს ირანის მიმართ და ამის გამო მოჯტაბა ხამენეი დათანხმდა პეზეშკიანის ამ სურვილს და მან მისცა თანხმობა, რომ გაფორმებულიყო ეს მემორანდუმი. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ნიშნავდეს რაღაცა ძალაუფლების ცენტრების შორის ურთიერთობების რაღაცა ბალანსზე ირანში, რომ მაგალითად რეფორმისტებს სხვა საგარეო პოლიტიკა აქვს და რადიკალებს, ამ შემთხვევაში კონსერვატიულ ნაწილს ხამენეის ლიდერობით სხვა, თუმცა მსგავსი სცენარი უკვე გათამაშდა ირანის უახლოეს ისტორიაში, იმავე აი 2015 წელს სტარტებული ბირთვული შეთანხმების გარშემო, როდესაც მოჯტაბა ხამენეის მამა ალი ხამენეი წინააღმდეგი იყო შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების და ნებისმიერი შეთანხმების გაფორმების, იმიტომ რომ ის არ იყო დარწმუნებული არ ენდობოდა შეერთებულ შტატებს და ამით, როგორ გითხრათ, ის პასუხისგებლობა ამ შეთანხმების მაშინდელი ბირთვული შეთანხმების შესახებ მან პასუხისგებლობა გადააბარა მაშინდელ რეფორმისტთა ჯგუფს და კონკრეტულად მაშინ პრეზიდენტ ჰასან როჰანის და დროთა განმავლობაში აღმოჩნდა ის, რომ როგორც ნახეთ შეერთებულ შტატებმა დაატევა მაშინდელი შეთანხმება, აღმოჩნდა ის, რომ რეფორმატორთა ჯგუფი გამოჩნდა როგორც პოლიტიკურად უმწიფარი, რომელიც შემეტნაკლებად ნაიურად უყურებს შეერთებულ შტატებს, ხოლო საპირისპიროდ ალი ხამენეი აღმოჩნდა როგორც ბრძენი ლიდერი, რომელსაც აქვს ყოვლისმომცველი ცოდნა ან უნარი დაიცვას ირანის სტრატეგიული ინტერესები. დაახლოებით იგივე როლურ თამაშთან გვაქვს დღეს, არის საკმაოდ დიდი რისკები, რომ ეს მემორანდუმის ვალდებულებები არ შესრულდეს და ეს პასუხისგებლობა მოჯტაბა ხამენეიმ გადაიტანა იმავე რეფორმისტთა ჯგუფზე, კონკრეტულად მასუდ პეზეშკიანზე, რომ არ შესრულების შემთხვევაში ისევ ეს რეფორმატორთა ჯგუფი აღმოჩნდება გარკვეულწილად პოლიტიკურად დისკრედიტებული ირანულ პოლიტიკაში და სანაცვლოდ უფრო ასე ვთქვათ პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებს პრინციპალისტებთა ჯგუფი და კონკრეტულად თავად მოჯტაბა ხამენეიც, რომელიც აღმოჩნდება რაღაც აი ამ არა შორეულ მომავალში სტრატეგიულად უფრო სწორად მომზირალი. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ მოიწონოთ და გააზიაროთ ვიდეო, ასევე გამოიწეროთ არხი, არხს სულ რამდენიმე ათეული გამომწერი აკლია 1000 გამომწერამდე. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.